ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. შუმერული ცივილიზაცია. ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლებში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბერძნეთი, რომი და სხვა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ცივილიზაციები, ახლო აღმოსავლეთში ტიგროსა და ევფრატს შორის ჩამოყალიბდა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი შუმერთა ცივილიზაცია. საუკუნეების მანძილზე მსოფლიო ისტორია თითქოს დუმდა შუმერებზე. მათ შესახებ არაფერს წერდნენ, არც ბერძნები, არც რომაელები და არც სხვა ძველი ხალხები. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუახანებში არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა, რომ შუა მდინარეთში ოდესღაც არსებობდა უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომელთა ისტორია 6000 წლის წინ იწყებოდა. სწორედ შუმერებმა შექმნეს ის საფუძველი, რომლის მემკვიდრეობაც განავითარეს აქადებმა, ბაბილონელებმა და ასურელებმა. შუმერთა ცივილიზაცია დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში არსებობდა და კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საძირკვლად იქცა. დღემდე უამრავი სპეციალისტი მუშაობს ამ უნიკალური ცივილიზაციის შესწავლაზე, თუმცა ბევრი საკითხი კვლავ გაუხსნელი და საიდუმლოებით მოცულია, მათ შორის თავად შუმერთა წარმომავლობაც. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი, შუმერთა საზოგადოება იმ დროისათვის საოცრად განვითარებული იყო. სწორედ მათ უკავშირდება კაცობრიობის ისტორიაში პირველი დამწერლობის სისტემის შექმნა. პირველ ეტაპზე ეს წერილობითი სისტემა უბრალო ნახატებს გავდა და ნივთებსა თუ მოვლენებს გამოსახავდა. შემდეგ ისინი თანდათან შეიცვალა და გადაიქცა უფრო რთულ ნიშნებად. ასე დაიბადა ლურსმული დამწერლობა. იგი გადაიღეს და განავითარეს აქადელებმა, ბაბილონელებმა, ასურელებმა და სხვა ხალხებმა. ამ დამწერლობამ საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყო სახელმწიფოს საქმეების მართვა, კანონების შედგენა, მოვალეობებისა და ისტორიული მოვლენების დაფიქსირება. დამწერლობამ მათ მისცა შესაძლებლობა დაეწყოთ მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია. სწორედ მათ შექმნეს მსოფლიო ისტორიაში პირველი ეპოსი, გილგამეში. შუმერული ტექსტები მოიცავდა ლირიკულ ოდებს, ანდაზებსა და რელიგიურ ჰიმნებს. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც ცოდნის შეკრება და ორგანიზება დაიწყეს. თიხის ფირფიტებზე იწერებოდა ინფორმაცია მეცნიერებზე, ისტორიისა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ასეთი ფირფიტები ათასობით იყო და ბიბლიოთეკის წინამორბედს წარმოადგენდა. შუმერთა ქალაქ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა მმართველობის რთული მოდელი. მეფის გვერდით მოქმედებდნენ უხუცესთა და მოქალაქეთა კრებები, რასაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე საპარლამენტო სისტემის შორეულ წინამორბედად მიიჩნევს. შუმერთა მიღწევებმა მოიცვა პრაქტიკულად ყველა სფერო. ისინი იყვნენ ბორბლის გამომგონებლები, საფუძველი ჩაუყარეს სარწყავი არხების შექმნას. შეიმუშავეს რთული მათემატიკური, კალენდარული და ასტრონომიული სისტემა. შუმერული მედიცინა გამოირჩეოდა მაღალი განვითარებით. აქ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლებში არსებობდნენ ქირურგები და თერაპევტები, რომლებიც მკურნალობაში მცენარეულ ნივთიერებებს იყენებდნენ. მათი მრავალი სამკურნალო რეცეპტი შემონახულია და ნაწილობრივ დღემდე გამოიყენება აღმოსავლეთის მედიცინაში. შუმერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჰიგიენასაც, რაც იმ ეპოქისთვის მართლაც უდიდეს პროგრესს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ისინი კარგად იცნობდნენ ნავთობს. ის სამშენებლო სამუშაოებში, გზების მოპირკეთებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებოდა. არსებობს ასევე მრავალი ჰიპოთეზა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მათ ჰქონდათ გაცილებით ფართო წარმოდგენა მზის სისტემაზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს მოსაზრება თანამედროვე მეცნიერებაში ცადაოდ რჩება. უამრავი თეორიისა თუ ეჭვის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ცივილიზაციამ დროს გაცილებით გაუსწრო და შექმნა ის საძირკველი, რომელზეც მოგვიანებით კაცობრიობის ცივილიზაცია აიგო. მომდევნო საუკუნეებში დასავლეთიდან წამოსულმა სემიტურმა ტომებმა თანდათანობით დაიპყრეს მესოპოტამიის რეგიონი.
მათ მიერ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ნელ-ნელა დაასუსტა და საბოლოოდ გააქრო შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები. ასე დასრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხის არსებობა, რომელმაც ცოდნის უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. შუმერები გაქრნენ, მათი ენა კი მკვდარ ენად გამოცხადდა, რადგან მასზე მოსაუბრე ხალხი აღარავინ დარჩა. დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ იყვნენ ისინი, საიდან მოვიდნენ, ან ვინ შეიძლება ჩაითვალოს მათ შთამომავლებად. ამაზე პასუხი არ არსებობს და ეს საკითხი დღემდე ინტერესის საგანს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ შუმერული არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ცნობილ ენათა ოჯახს. იგი არ იყო ინდოევროპული, არც სემიტური და არც სხვა რომელიმე ენობრივი ჯგუფის ნაწილი. მსგავსად შუმერული ენისა, ქართული ენაც სრულიად განსხვავდება და წარმოადგენს ცალკე მყოფ ენათა ოჯახს. კვლევართა ერთმა ნაწილმა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო მარმა, სიმონ ჯანაშიამ, ფრანსუა ლენორმანმა და სხვებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შუმერებთან მეტნაკლებ სიახლოვეს მაინც ქართული ეთნოგენეზი და ენაპოვებს. არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შუმერულსა და ქართველურ ენებს შესაძლოა ჰქონდეთ საერთო ფესვები. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. თუმცა მათი მსგავსება ისეთი თვალსაჩინოა, რომ მსგავს ანალოგს ძნელად ვიპოვით სხვა ენობრივ სივრცეში. ნიშანდობლივია, რომ სიმბოლო ბორჯღალი შუმერულ კულტურაშიც არსებობდა და როგორც ქართველებისთვის, ასევე შუმერებისთვის მზის უძველესი ნიშანი იყო. შუმერთა მზის ნიშანი ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლეულს ეკუთვნის. საინტერესო პარალელია ქვემო ქართლში. ამირანის გორაზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი იმავე ეპოქას მიეკუთვნება და მასზეც იგივე სიმბოლოა გამოსახული. გარდა ამისა, გარკვეული დამთხოვები ვლინდება მითოლოგიურ გმირებს და ძველ ღვთაებებს შორისაც. დღევანდელი მონაცემებით ეს საკითხი მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზე რჩება და მაინც არქეოლოგიური აღმოჩენები, ენათმეცნიერების დაკვირვებები და კულტურული პარალელები გვაიძულებს დავფიქრდეთ. ნუ თუ შესაძლებელია, რომ შუმერთა და ქართველთა უძველეს კულტურებს შორის რეალურად არსებობდა კავშირი, ან იქნებ კიდევ უფრო შორეულ წარსულში ჩვენ ერთსა და იმავე ხალხს მივეკუთვნებოდით. ნახოთ, იქნებ წლების შემდეგ ამ კითხვას პასუხი გადაეცეს.